მოიცა ოთარბეკ, მაგრამ იქნება ორბელიანთან მიეშურების სანადიმოდ. ამბობენ, აქ ახლო-მახლო დათარეშობს თავისი ბორბოთიო. დედოფალო, ხსენებითაც კი არ მინდა გავიხსენო მოღალატენი, არამ თუ ვიფიქრო და ვიზრუნო მათთვის. შენი თავისათვის ძალიან აფიქრობ? მოღალატე არ გახლავარ, რითი დაგარწმუნო, რომ ერთგული ვარ. ვისი? ჩემის მბრძანებლისა და შენი. ისიც ორივე სი? მეფე და დედოფალი ჩემთვის გამოყოფილნი არიან. სწორედ იმიტომ ვაგვიანებდი და არ ჩამომყვანდა გაიანე სოლეიმანის მისართმევად, რომ კეთილი მინდოდა შენთვის დედოფალო. ჩვენ ხანში სული წაგვძლებს ხოლმე მათვილის ქალის მშვენებაზე, მაგრამ შენ თვითონ მოინდომე გაიხსენე გაიანე და ჩემი რაღა ბრალია. მას ჩემთვის აზრუნავდი? გმადლობ ჩემო დიდი ხნის ნამსახურო. მე კი მეგონა წინანდელმა თავადურმა თავმოყარეობამ წამოჰკრა მეთქი. გაიანე ხომ შენი ერთადერთი ქალია? არა დედოფალო. ვიცი, მაგათ არ ვამბობ. მარიამისაგან მეთქი, მუხრან ბატონის ქალისაგან ხომ ეგ ერთადერთი გავს? ერთადერთი. მითხარი მისი ამბავი მაღალ-მაღალია, დანადი. დანადია, მაღალ-მაღალიცა. მახსოვს იმისი თვალები. იმისი თვალები. თვალები არ უარგა დედოფალო. სტუი. გაიანეს დედას ისეთი თვალები ჰქონდა, რომლის ბადალს მთელ შენს არამხანაში ვერ ანახავ. მამა, რა დამფასებელია თავის ასული სილამაზისა დედოფალო. ხასიათი აქვს გაბედული და თავმომწონია, გოროზი. ნადირობა უყვარს და როცა გამოეკიდება ნადირს, ისე მიაქროლებს უხედნელ ცხენს, თითქო ქარიაო. შიშობ, ვაი თუ ასეთი ხასიათი მეფეს არ მოეწონოს. მეფე მოარჯულებს, მოარბილებს იმის ხასიათს. სიზმარივით მახსოვს, ჩემმა მეუღლემ, მეფე თეიმურაზმა, გაჩვენა თავის პატარა შვილი და გითხრა, ოთარ, საზულო გამიზარდე ამისთვისაო. ვინიცის შესაძლოა უმჯობესად მიგეჩნია გაიანე, პატარა საქართველოს ტახტის მემკვიდრისათვის მიგეცა, ვიდრე დილის მბრძანებელი სარამხანაში გაგეგზავნა. ჩვენ ყველანი მონები ვართ ალაჰისა და მისნი აჩქილნი ქვეყნად. ჭეშმარიტად თავისუფალი ქართველის პასუხია. მგონებ დედოფალო, მაგრამ თუ ძირფასია შენთვის ხსენება შენის მოკლული შვილისა. მერე შენ ჩემზე უკეთესი რითი ხარ? ჩემი შვილი რათა წევს სამარეში, იმის მაგია რომ მეფობდეს საქართველოში და შენი ქალი კი დაფრიალობს თავისუფლად და ისუნთქავს სამშობლო ჰაერს. მე მალე დავივიწყე ჩემი შვილი და შენც მალე დაგავიწყდება შენი ქალი. შენთვის უფრო ადვილიც არის მისით გადავიწყება. შენი სახლი სავსეა ცოლებით, ხასებით და მხევლებით. ეხლა ღვინო, კეიფი, მერე მამა გახდები შახის ხასისა. უმადური ხარ ბედისა და ჩემი ოთარბეკ. მალე ჩამოიყვანე შენი ქალი. შენ დაგვეხმარე და ქართველი ერი დავამხეთ შახის ფეხქვეშ. ეხლა დაგაჯილდოებთ. მისივე ფეხქვეშ დავამხობთ შენ საყვარელ ასულსა. ჩემი შვილი კი სამარეშია და დავივიწყე. რამდენიმე უმარი ყავს გორში. 5000 წეროსანი დედოფალო. მათ შორის ქართველნი ბევრია? თითქმის ყველანი ქართველნი არიან, ხოლო უფროსებად არაბნი და სპარსნი ყავთ რაზმებსა. დარწმუნებული ხარ რომ ერთგულნი არიან შენი? დარწმუნებული ვარ. სხვა რა გზავნთ აკრძალვლენ. იმერეთ? იქ ახალციხის ფაშაა გაბატონებული. ოსმალნი რითიშობიან სპარსელებს, ესე იგი ქართველთათვის, ქრისტიან მონათათვის, დაამხოს ისინი ალლაჰმა შაინშას ფეხქვეშ წეულ სუნნებთან ერთად. კარგად ვერ ახერხებ თავის მოკატუნებას, გულადო ოთარბეკ.
მლიქნელობ კი საუცხოოდ და ეგ მლიქნელობა ქშველის სწორედ. წადი და მშვიდობით იყავთ არბეკ. არ დაგივიწყებ. სიღვინო იალერსე შესწოლებს და გვემსახურე როგორც ერთგული ძაღლი. სხვა რაღა გინდა უთარბეკ. გადაგრძელოს ხელმწიფეობა.